ინტენსიური შეტევების ღამე ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის უმოქმედო ნაღმზიდი გემები გაანადგურა. არ დავუშვებთ, რომ ტერორისტებმა ჰორმუზის სრუტე მძევლად აიყვანონ, განაცხადა ომის მდივანმა ჰექსეტმა. აფეთქებები იყო თეირანშიც მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს. დედაქალაქის გარდა ღამის მასშტაბური ავიაიერიშები დაფიქსირდა ჩრდილოეთ ირანშიც, რომელიც თითქმის 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ირანმა კი ქუვეითში ამერიკის ბაზას მინიმუმ 2 რაკეტა ესროლა. ევროკავშირის ღირებულებაში შეტანილი წვლილისთვის ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ დააჯილდოვეს. ჯილდო გადაეცათ სხვა პოლიტიკოსებსაც. ევროპული ღირსების ორდენი წელს პირველად გაიცა. კანადის ქალაქ ტორონტოში ამერიკის საკონსულოს ესროლეს. ოფიციალური ინფორმაციით დილით ადრე საკონსულოსთან ავტომობილი მივიდა. მანქანიდან 2 კაცი გადმოვიდა და შენობას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. შენობაში მყოფები არ დაშავებულან. ვარნეულში 32 წლის კაცმა 25 წლის ცოლი დაჭრა. მიღებული დაზიანებების გამო ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კაცი დაკავებულია, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.